გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ის პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. ხაკაშვილების ანსამბლის რეპეტიცია. მომა იმენა ტვისტ აიღებს, ხო იცით კაროჩე რა. ჩემი გაწელვა იქით იყოს და საერთოდ აი გაწელვის ნერვი აღარ მაქვს უკვე რა. რატო? რავი საერთოდ ეს ხაკაშვილები ნორმალური ანსამბლია, გასტროლი არ გვაქვს, არაფერი სიახლე ჩვენ არ გვაქვს. შენ რას ამბობ? ძმა, ხა ნორმალური კი არა, ნომერ პირველი ანსამბლია. შენ გოჩა ჩეტკოება, რა თქვა, იცი? რა თქვა და სამეჯლისოებში მე ვარო და ქართულებში ხაკაშვილიო. აბა? ის კი არა, ეს. თან ვეხარ ჩვიცი. მეთოჩი. გამარჯობა, ყველას. გამარჯობა. როგორც გასწავლეთ? როგორ შეშორით ხაკაშვილებს? კამ. ხაკ. არა, დაბრუნდიკა. არა. კამ, მიეცი, ხასიათი მიეცი. გაგიხარდა რომ დამიანი. კამ. ხაკ. გამარჯობა ბავშვებო. კამ. ხაკ. არ ვარ გამარა იყო ჯანდაბას. ესე იგი, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს გასტროლები. ოღონდ ჯერ არ ვიცით სად, მაგრამ გვაქვს. ოჰო. ევროპაში იყავით თქვენ ჩვენთან ერთად ამასულები? არა. ამერიკაში? არა. ძალიან კარგი. მე ხომ ნახე. ესე იგი, იცოდეთ, რომ ჩვენი ანსამბლი არის უნიკალური. გაიმეორეთ, ჩვენი ანსამბლი არის უნიკალური. ხაკაშვილები არის უნიკალური. ხაკაშვილები არის უნიკალური. როგორც ჩემი დიდი ბაბუა იტყოდა, მიტროფანე ხაკაძე. გინდა ცეკვა. გაგეთე. გინდა ცეკვა. იშრომე. იყვაზე. თუ არა და ხელახლა. გინდა ცეკვა. იშრომე. იყვაზე. თუ არა და აი ეს უკვე კარგია მომწონს. როგორც იცით, ჩვენ ანსამბლის საიუბილეო წლისთავია. დიახ. უბრალოდ თვისთავი შეიძლება ითქვას. და ვემზადებით ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზისთვის. დიახ. როგორც მოგეხსენებათ, ბილეთები ჯერ არის სალაროებში, გაგიგვირდებათ და ჯერ ერთიც არ გაყიდულა. დიახ. მაგრამ ვიცი რომ ანშლაგი იქნება. დიახ. და სპონსორი ყავს, ვიშოვეთ? რა თქმა უნდა, თუ ბატონი ჰედენი დაგთანხმდება, აუცილებლად გეყოლება სპონსორი. ჰედენი ვინ არის? ჰედენ შოლდერსი შეშობელძაღლო, ვინ არის ჰედენი? გასაგები. ჩამოიწიე ცოტა აქ. მანძილები აიგეთ, თქო შობელძაღლებო, მანძილები აიგეთ. აიგეთ მანძილები, სასაფლაოზე არ ყოფილი ხარ თქო შობელძაღლებო თქო, ჰე. წავიდა, თქვა არის სპონსორი. დიახ. ვაშსიამუნეთ ჩვენ. დიახ. და ჩვენი სპონსორი არის Wash and Go. Wash and Go-ს უნდა ვასწავლოთ ეს ცეკვარი გადაკეთებული ფარიკაობა, ვიღაცეებმა რომ ფარიკაობა დაარქვეთ, ჩვენ დავარქვით Wash and Go. წავიდა. Wash and Go, 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 Wash and Go. Wash and Go. არა. შემოდიხარ და მანდილის მაგივად ხელში გიჭირავს ჭუპიკი Wash and Go-ში და Wash and Go. დიახ. Wash and Go. გასაგებია ხო? თქვენ ცოტა მამაკაცურები იყავით. აი, რაღაც დამანახეთ რომ ფარი ხმალე ვაჟკაცები ხართ, ხვდები? დიახ. ესე იგი, მთავარი არის გამართული იყო წელში, თავი ზემოთ დოინჯი ხელები დოინჯი. ეხლა შემოვლენ ჟურნალისტები და აბა თქვენ იცით. დაანახეთ თქვენი ჭეშმარიტი ნამდვილი სახე. ხაკაშვილები. ხაკაშვილები 1 2 და 3. ხაკ. არა, კარგად. ხაკ. თავი ზემოთ. ხაკ. აი ეს კარგია, მოვიდეთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ხვალ არის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ხაკაშვილების 45 თვის იუბილე, რომელიც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სასადილოში გაიმართება. მანამდე ჩვენ გავესაუბრებით ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ხაკაშვილს. ბატონო ვასილ, მოგესალმებით. ჯერაცელე უკაცავთ 1 2 გისმენთ? ბატონო ვასილ, მაინტერესებს აი რომელიც ცეკვებს ნახავს მაყურებელი, რომელიც თქვენს კონცერტზე მოვა. ჩვენ მოგეხსენებათ რომ გვაქვს შეძახენზე ასა მაგის გვაქვს ფხა მაგალითად, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე განვავრცეთ საქართველოს კუთხე კუნჭული ასე ვთქვათ მოვიცვით ასე ვთქვათ და გვაქვს მაგალითად ესე იგი ცეკვა ქართლული
დააგვიდით, სუხიშვილებს აქვს ქართული. ჩვენ გვაქვს ქართლული. ქართული. აი მაგალითად, ქართულ ჩხვარი 100-ს მაგათ აქვს. ჩვენ გვაქვს ქართულში აბარაგულები? ქართული. მიაჭირი. კისერი აუცილებელი ამბობს. აი და კიდევ რომელიმე კუთხე რომ გვაჩვენოთ. კიდევ გვაქვს კახური მაგალითად. კახური. 1 2 3. მაშ! ზახმა მაგალია კახელები დინჯები არიან. კახელები დინჯები არიან. დიახ. მიდი, 1 2 3. მაშ. მეგრულიც ხომ არ გაქვს? სისატურა. სისატურა და არიან და სისატურა და არიან და. რაშია საქმე რა მოვია ყოველ თქვენ ისეთი უნიკალური სიახლეები გაქვთ, სხვა ანსამბლებიდან თუ გადმოდიან თქვენთან მოცეკვავე? მინდა გითხრათ, რომ სუხიშვილებიდან გადმოვიდნენ ბიჭების, გითხრათ, რომ 30 ბიჭი გადმოვიდა ჩვენთან, კი. მართლა? დატოვეს სუხიშვილები და გადმოვიდა ჩვენთან, დიახ. ხო, მაგრამ ანუ ახლა მე 3 მოცეკვავის გარდა გადმოვიდნენ, გამძუხნეს და გადავიდნენ ისე. არ დარჩენილი. კი ბატონო, გასაგები. ერთი ცოტა ისეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცი თქვენი ერთ-ერთი სოლისტი სამართალდამცავებმა დაიჭირეს და რა იყო მიზეზი, რა მოხდა? აი ეს უპატრონო დაიჭირეს, მოდი აქ ვიდო. აი ეს რეგველი დაიჭირეს, უბრალოდ მეუნებოდი რომ ისე იცეკვე რომ დაანთო ცეცხლი მეთქი. რამდენგანერე და პირდაპირ მუშაობით გაიგო და წნორის კულტურის სახლში დაანთო ცეცხლი და გადაწვა. თლიანად კულტურის სახლი, ნუ ეხლა ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, პრობაციონერია და ჩემთან არის მომაგრებული, დიახ. ჩემთან მოვა, აი აქ მაგთიც მიაწვება, მოსული ვარო და აი ჩემს მერეც გაითრიე. აი სხვა რა განასხვავებს თქვენს ანსამბლს სხვა ანსამბლებისგან? ყველაფერი, ჩაცვლობა, მიხრა, მოხრა, გითხარით, ხო ყველას აქ დუმტრა, ტამტრა, ჩვენ გვაქვს ტამტრა, დუმტრა. აჭარული ხო დუმტა, ჩვენ გვაქვს ტანდუმ. დიახ. რბტამ, ტიდიქით გვაქვს. როგორც ვიცი, კოლაბორაცია გაქვს. კოლაბორაცია გვაქვს, კი. ზედასთან, ხო? დიახ, მე და ქალბატონი ზედა ვცეკვავდით ერთად და კოლაბორაცია გადავწყვეტით. გასაგებია და დღეს ვიხილავთ კი, ზედასთან, დიახ. ძალიან კარგი, ანუ გვერდი დარბაზში რეპეტიციობენ, ეგეც მოვლენ, წუთი-წუთზე უნდა მოვიდე, იმიტომ რომ უთხარი რომ მოდით მეთქი და მოვლენ ალბათ. კარგი, თვითონ დაველოდოთ. კი, დაველოდოთ. რომ მოვლენ. ჩვენ გადავიღებთ ხო რაღაცებს რეპეტიციას? მოვძანდი. გამარჯობა. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? საოცარი სტუდია გაქვთ, ცოტა ფერს შევცვლიდი, მაგრამ არა უშავს. გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენ საუბრობთ ახლა ქალბატონო ზედასია. თქვენს დასთან დაკავშირებით, აი როგორ ჩამოყალიბდა და ეს სახელი რატომ ზედასი? იცით რა არის, როცა ჩვენ შევქმნით ეს სტუდია, ყველაზე მაღალ ადგილას გადავწყვიტეთ და ეს არის ისეთი ადგილი, რომელიც სხვა დანარჩენ სტუდიებს ზევიდან უყურებს. ხო ხვდებით, ამიტომ თვითონ დაერქვა სახელი ზედასი, ანუ ზევიდან. ზედასი, ხომ ხვდებით? ანუ ზეინაბ დარასელია და ზედასიც დიახ. ზედასი, დიახ. ეხლა რამე ახალი ცეკვა ხომ არ გაქვთ რომ ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნება ცეკვაში, გაერთიანებული გვაქვს სხვადასხვა მოძრაობები, ქართული ფოლკლორი გავაერთიანეთ, ცოტა შინაგანი აღვირახსნილობა ჩავდეთ, ცოტა კენჭის გავლა ჩავდეთ და მივიღეთ საბოლოოდ საინტერესო სურათი. ჩვენ გაჩვენებთ ამ ყველაფერს. თამარ მუსიკა? მზად ხარ? მუსიკა? აღვირახსნილობა ჩადე. უფრო მეტად. კენჭის გავლა. თამარი. ბრავო. ამაშია საქმე. ამას ილიკო როდესმე მოიფიქრებდა? ვერასოდეს. უბრალოდ აქ ცოტა მოძრაობა დამაკლდა, ხვდები?
იცით ეხლა რომ თამამა თქვენ ნუ გერიდება და მოგძანეთ გამოგონოთ თქვენ რა პრობლემაა. აი ზედასის და ფხაკაშვილების ხელმძღვანელების მასტერკლასი რომ ჩაგვიტაროთ რომ კი ბატონო მაყურებელსაც აინტერესებს მაშინ ჩვენ გავკადნიერდები და მოდი სუხიშვილები გავხეთქოთ გულზეთი. ზედასი გამომართვია. ესე უცბად არ ვიცი, ესე უცებ რას გავაკეთებ, მაგრამ ნუ შევეცდები რომ ცოტა მას კი ბატონო მეუყურე გადაცემის პარტნიორია ეკოფლოუ. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას ეკოფლოუს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.